მაღალი ფასები ინტერნეტზე, საქართველოში და სექტორის პოზიციები, როგორ აფასებენ ინტერნეტ პროვაიდერები კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას და თავად რა გეგმები აქვს კომისიას. ცნობისთვის კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 10 გიგაბაიტი მობილური ინტერნეტი და ევროპული ქვეყნების საშუალო ფასთან შედარებით 35%-ით უფრო ძვირია. თემაზე ვსვათ ჩემი თანაწამყვანი დავით ბაღაშვილი და მისი სტუმრები კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების ასოციაციის წევრი კომპანია ინექსფონის მმართველი პარტნიორი რატი ახვლედიანი ისაუბრებენ. აქვე დაგემშვიდობებით, დავით, მოგესალმები და აგითმობთ ეთერს. მოგესალმები ნიკა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ნამდვილად ძალიან საინტერესო თემა შევარჩიეთ, სასაუბრო, ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი და რაც ალბათ ყველაზე მთავარია, სენსიტიური, რადგან ბიზნეს პარტნიორის შექმნის დღიდან მახსოვს ჩვენს Facebook page-ზე ძალიან აქტიურად მოდის მესიჯები ხოლმე, რომ ამის შესახებ უფრო ხშირად ისაუბრეთ. ანუ ხშირად რამდენადაც საშუალებას გვაძლევს ცხადია ინდუსტრია და სექტორი. ძალიან საინტერესო კვლევა და ალბათ კიდევ უფრო კარგი შედეგები ჩვენ გვინახავს ხოლმე გარკვეული გრაფიკული მაჩვენებლები სხვადასხვა მომხმარებლისგან გაზიარებული, რომ ეს არის ძვირი, მაგრამ ეს არის მაინც სუბიექტური შეფასება მათი და სანდო წყაროდ ვერ ჩაითვლებოდა. მაგრამ საინტერესო შედეგები გამოიკვეთა უკვე კვლევაში და მინდა ეკატერინე შენგან დავიწყო და ვთქვათ, რომ მობილური ინტერნეტის ფასები როგორია საქართველოსა და ევროპასთან შედარებით, რა გვაჩვენა რეალურად ამ კვლევამ და მე უკვე რა ინსაიტები უნდა გამოვიტანოთ და რა შედეგებზე უნდა გავიდეთ, ამაზე კიდე ჩაგეკითხებით, როგორც შენ ასევე რატისთანაც მექნება შემდეგი კითხვა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა დავით, მადლობა რომ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. ხელმისაწვდომობა ტექნოლოგიებზე გადის ინტერნეტზე და მათ შორის ჯერ კიდევ სასაუბრო დროზე არსებულ ფასებზე ხელმისაწვდომობაზე. შესაბამისად, ეს კვლევა ნამდვილად იყო სტანდარტით, ბენჩმარკინგ სტანდარტით, საკმაოდ ძალიან ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან, ძალიან გამოცდილი ორგანიზაციის მიერ სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევა დაუკვეთეთ Strategy Analytics და შევისწავლეთ ორივე ბაზარი, მობილური და ფიქსირებული. მობილურში აჩვენა მთავარი, ასე ვთქვათ, გამოწვევები, რა თქმა უნდა, პოზიტიურ ნაწილზეც ვისაუბრებთ, რომ რა აჩვენა კვლევამ, გამოწვევებით რომ დავიწყოთ არის ის, რომ მაღალი მოცულობის შეთავაზებებზე საშუალო და მაღალი, მოდი ასე ვთქვათ, საქართველოში საშუალოდ ერთი მომხმარებელი 12 გიგაბაიტი ინტერნეტს მოიხმარს უკვე, რაც საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, რომ ავიღოთ 5 გიგაბაიტი ინტერნეტი და სასაუბროთ, რომ აქ ჩვენ გვაქვს სხვაობა ევროპის საშუალო ფასთან 23%-ით ძვირიდან. საქართველოში არჩეული იყო ყველაზე დაბალი ფასი ამ შეთავაზებაზე, მეთოდოლოგიის მიხედვით შერჩეული კომპანიების შორის დაბალი ფასი და ევროპის საშუალოზე 23%-ია, 10 გიგაბაიტზე თუ აუდიო არტიკ არის 35 და შემდეგ უკვე 36% 20 გიგაბაიტზე, რაც დამეთანხმებით, რომ მომხმარებლის კალათას ძალიან მნიშვნელოვნად ურტკამს, ასე ვთქვათ. ხოლო რაც შეეხება იურიდიულ პირებს, რომელიც უმნიშვნელოვანესი სეგმენტია ეკონომიკური განვითარებისთვის, აქ გვაქვს 10 გიგაბაიტიდან უნდა დავიწყოთ ალბათ შეფასება, 10 გიგაბაიტით ძალიან ცოტა დამეთანხმებიან ალბათ მცირე და საშუალო ორგანიზაციებიც კი. აქ გვაქვს უფრო შედარებით პატარა სხვაობა, სადღაც 1%, თუმცა თუ 20 გიგაბაიტს შევხედავთ, ისე 35%-ია სუმცირე და დამეთანხმებით, რომ 20 გიგაბაიტი მობილური ინტერნეტი, როდესაც ჩვენ საწარმოზე ვსაუბრობთ იურიდიული მიზნებისთვის, ეს რაღაც IoT მომსახურებაა თუ ვთქვათ რაღაც digital service-ებზე საუბარი, ძალიან ცოტაა და იქ ულიმიტოზე უნდა იყოს საუბარი და ეს შეთავაზებები ფაქტიურად იურიდიულისთვის არ არსებობს. რაც შეეხება პოზიტიურად, რაც შეიძლება შევაფასოთ არის, რომ დაბალ მოცულობებზე არის სხვაობა ჩვენს სასარგებლოდ, ანუ უფრო დაბალია ან დაახლოებით ევროპის საშუალოს ფასებია, მაგრამ ეს თან ამავდროულად გამოწვევაა, რადგან შემზღუდველია მომხმარებლისთვის, ანუ დღეს მეხუთე თაობაზე თუ საუბრობთ და საუბრობთ, რომ სამომხმარებლო ნივთების ინტერნეტზე უნდა გადავიდეთ, 1 და 2 გიგაბაიტი ინტერნეტის შეთავაზება უკვე თავისებური ჩელენჯია მომხმარებლისთვის, რომ ის ვერ ავითარებს თავის მოთხოვნას, ბიზნეს მოთხოვნა იქნება თუ რაღაცა სამეურნეო
ფიზიკური პირის რაღაც პირადი მოთხოვნები. კი ბატონო, ბიზნეს მოთხოვნაზე ძალიან ისეთი კითხვები მოქვს, იმიტომ რომ ციფრულ ეკონომიკაზე ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ამის განვითარებაზე და როგორ უნდა შეიქმნას ტექნოლოგიები საქართველოში და განსაკუთრებით ეს პირდაპირ აისახება ალბათ ინტერნეტის ხარისხზე. მაგრამ სანამ ამას ვიკითხავ, მინდა რომ რატის შენს დაგეკითხო, როგორი იყო ბიზნესის მხრიდან შეფასება ამ კვლევების, ეკამ აღნიშნა რომ პოზიტიურიც იყო, ნეგატიური ნაწილიც იყო, თქვენთვის რა იყო საგულისხმო, რა იყო გასათვალისწინებელი და ალბათ საინვესტიციო მიმართულებით და განვითარების მიმართულებით რა პოტენციალები გამოიკვეთა, სად იქნება კარგი გეფი, ასე ვთქვათ, რომ განვითარდეს კიდევ უფრო მეტად ინდუსტრია. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მე ორ მიმართულებაზე შემიძლია ხაზგასმა. ერთი მიმართულება არის მობილური სერვისები, მობილური ინტერნეტი, მობილური სერვისები, ზოგადად, რომელსაც ჩვენ წლებია ვცდილობთ, რომ ფეხი მოვიკიდოთ და შემოვიდეთ ამ ბაზარზე, თუმცა მაღალი ბარიერების და შეგნებული ხელშეშლის გამო მობილური კომპანიებისგან, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში, ეს დღემდე ვერ შევძელით, მიმდინარე პროცესია. მეორე მიმართულება, რადგან შემიძლია ვისაუბრო, ეს არის როგორც ბიზნეს მომხმარებელი, ესე ვთქვათ, ინტერნეტის ბიზნეს, ფიქსირებული ინტერნეტის ბიზნეს მომხმარებელი. რომ დავიწყოთ იმითი, რომ პირველი მიმართულებით რომ დავიწყოთ, ვთქვათ, როგორც წეგან ვახსენე, დიდი სურვილი გვაქვს, რომ შევქმნათ საქართველოში მე და ჩემს ჯგუფს და არა მარტო ასოციაციაში გაწევრიანებულ სხვა ორგანიზაციებს სურვილი გვაქვს, რომ შევქმნათ MVNO, რომელიც არის ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორი. ამისათვის საჭიროა არსებული ქსელის ინფრასტრუქტურის ოპერატორების ნებართვა, ასე ვთქვათ, სურვილი, რომ ჩვენ ვიოპერიროთ, დაგვიშვან, თუმცა წლებია უკვე მოლაპარაკების ეტაპზე ვართ, ძირითად შემთხვევაში უბრალოდ ანუ შეხვედრიდან შეხვედრამდე არაფერი იცვლება, უბრალოდ დროის მოგების მიზნით იწელება ეს ყველაფერი, თუმცა არის ეს შემთხვევები, რომლებიც საერთოდ არც კომუნიკაციას არ ამყარებენ, რაღაც გამარჯობა ნახვამდის რეჟიმში ვიყავით ხოლმე წლების განმავლობაში, დღემდე სამწუხაროდ. ფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სტრატეგიული ანალიტიკასაც აქვს, ესე ვთქვათ, უწევია ეს ყველაფერი, რომ საჭიროა, ესე ვთქვათ, ყურადღების მიქცევა და ამ ყველაფრის რეგულირება სჭირდება, რასაც მე ბუნებრივია მივესალმები, იქიდან გამომდინარე, რომ ფუჭია ჩვენი მრავალწლიანი მცდელობა ამ ინდუსტრიაში ფეხის შევიჯების. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ფიქსირებული ბიზნეს მომხმარებელი, როგორც ფიქსირებული ინტერნეტის, აქაც კაბელური პირობებით გვიწევს ფაქტობრივად ინტერნეტის მიღება უმეტეს წერტილებში, რადგან მცირე ოპერატორები ყველგან არ არიან წარმოდგენილები, ვერ მოდიან ყველგან ქსელით და ძირითადად მსხვილი ოპერატორები არ ცელებენ თავის სერვისს და ამით ისარგებლობენ ამ გავლენით, ამ ძალაუფლებით და ისინი ძალიან ძვირ ფასებს, ბევრად უფრო მაღალ ფასებს თავაზობენ ბაზარს. გამჭვირვალობაზე ლაპარაკი ზედმეტი არსად არ ფიქსირდება ბიზნესის შეთავაზე, ბიზნეს რას თავაზობს, ესე ვთქვათ, აი ფიზიკური პირის შემთხვევაში თუ დევს სადღაც ინტერნეტში, რომ აი ამ ფასად ვყიდი ამ სერვისს, იურიდიული პირის შემთხვევაში ასეთ რამეს პოვნა გაგვიჭირდება ინტერნეტის უცხოში, ისაც პირდაპირ კომუნიკაციითაც თუ რაღაცა შემოთავაზებას გიკეთებენ, იმის და მიხედვით რამხელა, ესე ვთქვათ, რა სისქის ჯიბე გაქვს მარტივად რო ვთქვათ, სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ერთ-იგივე სერვისი შეიძლება აბსოლუტურად რადიკალურ განსხვავებულ ფასად შესთავაზოს სხვადასხვა ორგანიზაციას იმის და მიხედვით ვინ რამდენის გადამხდელია. ეს ბუნებრივია დიდი პრობლემა აფერხებს ორგანიზაციების განვითარებას, ბიზნესის ოპერირებას. 21 საუკუნეში ინტერნეტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა დანარჩენი ნებისმიერ კომუნალური შუქი და ნებისმიერ სხვა რამე. თუ ინტერნეტზე მარტივი წვდომა არ ექნება ბიზნესს, ვერ განვითარდება და ან მარტივი ერთი და თან ფასთან ადეკვატური, ასე ვთქვათ, წვდომა თუ არ ექნება ბიზნესის, ვერ განვითარდება, ვერ წავაწინა, შესაბამისად ნეგატიური გავლენა ექნება ამას გლობალურად ქვეყნის ეკონომიკაზე. მე მქონია შემთხვევები განსაკუთრებით სტარტაპ ეკოსისტემასთან, რომელსაც ჯერ ესე საოპერაციო ხარჯებთან დიდი შეხება არ ქონიათ. ზოგადად იციან ინტერნეტის ფასები, იმიტომ რომ მომხმარებლები არიან, ან ფიზიკური მომხმარებლები არიან და როგორც კი რაღაც კომპანიას აყალიბებენ, მან წააწყდებიან ხოლმე, რომ საკმაოდ მაღალი კოსტები არის და ეს ხშირად გათვალისწინებულიც არ ქონიათ საწყის ეტაპზე ან გრანტის აწევის კომპონენტში, მითითებული აქვთ, აი შეიძლება 2x იქონდეთ უბრალოდ ჩაწერილი, აი ცოტა გულუბრყვილობა ეს მოსაკითხი არის და კარგად გასარკვევი ამბავია, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ამას ხელი. სანამ ამ ციფრულ ეკონომიკისკენ წავიყვანდი საუბარს, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, აქ მაქვს განცხადებები, რომელიც გააკეთა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და თავიანთი სუბიექტური, თავიანთი ინტერპრეტირებული, მე ასე დავარქმევდი, შეფასებები არის. და აუცილებლად უნდა გთხოვოთ ამის შეფასება
თქვენი მხრიდან როგორ ირეაგირებთ ან რა იქნება საომავლო ნაბიჯები გადადგმული რომ ეს კვლევები ცხადია იქნება რეკომენდაციებიც როგორ უნდა შევცვალოთ როგორ უნდა გავაჯანსაღოთ ჯერ პირველი პოზიცია რომ დავაფიქსიროთ შეფასებები იმიტომ რომ ერთი ძალიან კონსტრუქციულია ასე დავარქმევდი მაინც და როგორ ხედავთ და როგორ უყურებთ ამ ყველაფერს თქვენ კი ბატონო, დიახ, კომპანიების მაგთის ასილკის განცხადებებზეა საუბარი. ეს ორი კომპანია მოხვდა კვლევაში მეთოდოლოგიის მიხედვით, რადგან მეთოდოლოგია ამბობს, რომ ყველაზე დიდი ის კომპანიები უნდა მოხვდნენ, რომლებიც ჯამში 70% ბაზრის წილს ქმნიან. საქართველოში რომ იყოს 3 ან 4 კომპანია, რომელიც ერთობლიობაში ქმნის მხოლოდ 70%-ს, რა თქმა უნდა, სხვაებიც მოხდებოდნენ, მაგრამ მოხდა მხოლოდ ეს ორი კაცრი მოთხოვნა ბენჩმარკინგის რაც შეეხება პასუხს ანუ მთავარი აქცენტი ჩვენ იმაზე იყო რომ გაზრდილია მოთხოვნა ტექნოლოგიაზე ინტერნეტზე ეს იყო სტრატეჯია ანალიტიკსის მესიჯიც და ევროპაში ამ ქვეყნებში 100 მეგაბიტი წამი არის მოსახლეობის 55%-ზე მეტის მოთხოვნა, საშუალო მოთხოვნა არის 100 მეგაბიტი წამი სახლის ფიქსირებული ინტერნეტი და საქართველოში მხოლოდ 1%-ს შეუძლია ფასის გამო შეიძინოს ეს ინტერნეტი, იმიტომ რომ არის 2.5-ჯერ ზვირი ფიზიკური პირებისთვის, იურიდიულისთვის საერთოდ არ არსებობს ასეთი შეთავაზება და ეს არის დიდი გამოწვევა. ჩვენ გვინდა ამ გამოწვევებზე პასუხი განცხადებებში საუბარია იმაზე, რომ არსებობს დაბალმოცულობიანი შეთავაზებები, რომელსაც ირჩევს მომხმარებელი, შესაბამისად, იქ არ არის დიდი სხვაობა, ან შესაბამისი ევროპულ ფასთან. თუმცა არ არის პასუხი, რატომ ირჩევს მომხმარებელი ამ დაბალმოცულობიან შეთავაზებებს, იძულებული ხომ არ არის ფასის გამო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნახტომი არის, ანუ ფაქტიურად პრემიუმ მომსახურების ფასად და თუ ევროპაში არ არის სადაც ვთქვათ უფრო მაღალი GDP არსებობს, თუმცა მყიდველობითი უნარის პარიტეტით არის გადმოყვანილი, ხომ წარმოგიდგენიათ რა რთულია მომხმარებლისთვის, რომ 136%-იანი ბარიერი გადალახოს, ასე ვთქვათ და იყიდოს უფრო ძვირი, კარგად უნდა შეაფასოს ეს შესაძლებლობა. ამაზე პასუხები არ არის ამ განცხადებებში სამწუხაროდ და ჩვენი შემდგომი ნაბიჯების მთავარი ის არის, რომ ორივე ორგანიზაცია თავიდანვე ინფორმირებული და ჩართული იყო ჩვენ მონაცემების შეგროვება ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ მათგან გააკეთა და ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი იყო და მეთოდოლოგიის შესახებაც იცოდნენ დარწმუნებული. და ამიტომ მთავარი რომ ღია კითხვებზე პასუხები არ არის ამ განცხადებებზე და კიდევ ერთხელ ვახსენებ რომ გარდა ჩვენი კვლევის არსებობს ძალიან საინტერესო კვლევა რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ OECD-მ ITU-ს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ინტერნეტის ფასებზე და პირველი მესიჯი არის რომ მოცულობები არის დაბალი და დაბალ მოცულობებზეც კი შეთავაზებულ მოცულობებზე არის ძალიან მაღალი ფასი და ეს შემზღუდველია ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ასე ვთქვათ, ხაზს აფასებს ეს დამოუკიდებელი კვლევაც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობით და ამ კითხვებზე პასუხი სამწუხაროდ ამ, ასე ვთქვათ, განცხადებებში არ არის. პოზიტიური ნაწილი ჩვენც პოზიტიურს თუ დავარქმევთ იმას, რომ იძულებულია მცირე მოცულობა და დაბალი სიჩქარე შეიძინოს აბონენტმა, რომ იაფი იყოს. კი ბატონო, ეს ასევე რაც ძალიან მენიშნა ორივეს განცხადებაში არის საინვესტიციო გარემოს გაუარესება. მოდი შეიძლება პირადი კორპორაციული მიზნების გაუარესება დავარქვათ, მაგრამ არ დავარქვევ არაფერს. როგორ უნდა მოუფრთხილდეთ საინვესტიციო გარემოს? რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯები? ანუ რას ვკარნახობს ის საერთაშორისო კომპანია თავისი გამოცდილებით? თავისი სტანდარტებით, ანუ best case-ებზე დაყრდნობით კეთდება და მეთოდოლოგიის შეფასებით კეთდება, ხო? რა უნდა განვახორციელოთ, როგორ დაიწყება შემდეგი ნაბიჯები, ისე რომ გაჯანსაღდეს უფრო მეტად და არა რომელიმე კომპანიების პირად ინტერესებს მოვარგოთ ეს ყველაფერი, არამედ ქვეყნის და იმ ინტერესებს, რაც გვინდა რომ ზოგადად განვავითაროთ ეს ინდუსტრია. კი ბატონო, კი. ჩვენი მიზანიც რა თქმა უნდა
იყო ის, რომ პირველ რიგში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაინტერესებული პირი ამ კვლევაში, რომ კარგი შედეგები დაედო კომუნიკაციების კომისია, რადგან ჩვენი ამოცანა რომ იყოს ადეკვატური ფასები და ეს ჩვენთვის საამაყოა და ჩვენთვის კარგი შეფასების, ასე ვთქვათ, შეფასებისთვის გარანტია, მაგრამ არის გამოწვევები და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ღია და გვინდა რომ ბიზნესმაც, ანუ დარგმაც ამ გამოწვევებზე ჩვენთან ერთად ისაუბროს და ჩვენ არა მარტო ვსაუბრობთ, არამედ მუშაობთ. ეს არის ბაზრის კომპლექსური კვლევა, რომელშიც ასევე დარგი არის ჩართული. ბაზრის კომპლექსური კვლევა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევაფასოთ არა მარტო საცალო ნაწილში, რომელიც თქვათ ეს ბენჩმარკინგით შევაფასეთ, არამედ საბითუმ, ანუ ოპერატორებს შორის ზუსტად ის ნაწილი, რაზეც ისაუბრა რატი, ხომ არ არის, რა შეზღუდვებია საბითუმოს ვეძახით ჩვენ ოპერატორებს შორის ურთიერთობის ნაწილში, იმიტომ რომ პასუხი ესეთ გამოწვევებზე საცალო ნაწილში იმისთვის, რომ არ დააზიანდეს საინვესტიციო გარემო, გათვალისწინებული იყოს საინვესტიციო კიბე, არის საბითუმო ნაწილზე, ანუ ბაზრის გახსნაზე რეაგირება. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს საცალო ფასებზე რეაგირება იქნება. ჩვენ მივყვებით ევროპის რეგულირების ჩარჩოს, იქ აღარ არის საცალო ნაწილში რეგულაცია. შესაბამისად, ჩვენც ამ საცალო ფასებს არ შევეხებით და შესაბამისად ამ მხრივ საინვესტიციო გარემოს რისკები ნაკლებია, თუმცა რაზეც ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ და ვირეაგირებთ, ეს არის ორივე ბაზარზე, მობილურზე და ფიქსირებულზე ბაზრის გახსნა. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, რომლებიც შესთავაზებენ ალტერნატიულ წინადადებებს და გაიზრდება კონკურენცია. ეს არის ერთადერთი გზა, ჯანსაღი გზა, სადაც იქნება ჯანსაღი კონკურენცია. და შესაბამისად ერთი მიმართულება, რაც აჩვენა უკვე ამ კომპლექსურმა კვლევამ, ეს არის რომ მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნან მობილური ვირტუალური ოპერატორები მობილურ ნაწილში და ფიქსირებულ ნაწილშიც არსებობს ზუსტად მსგავსი სქემა, რომ შეიქმნან ალტერნატიული ფიქსირებული ოპერატორები, რომლებიც იქირავებენ დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურას, ამაში გადაეუხდიან საფასურს და შექმნიან კონკურენტულ ალტერნატიულ შეთავაზებებს და ასე ვთქვათ, უკვე გაჩნდება მომხმარებლისთვის ის მოცულობები, ის სიჩქარეები, რაც საჭიროა, რომ გაზრდილი მოთხოვნა ციფრული ეკონომიკისთვის შესაბამისი იურიდიულმა პირებმა თუ ფიზიკურმა პირებმა ონლაინ დრო თუ თავისი სამეურნეო მოთხოვნები დაიკმაყოფილონ ციფრულში. ძალიან კარგად ახსენეთ ეს კონკურენციის ამბავი და მე რატისთან ალბათ ექსკლუზივი მქონდა ერთ-ერთი, როდესაც თავისი MVNO-ს შესახებ ვისაუბრეთ პირდაპირ ეთერში. ჩემთვის გასაკვირი იყო, როდესაც ბრიტანეთში გავეშვით, დავიწყეთ საქმიანობა, ყველაფრის უფლება მოგცა, დაულაგდით, საქმე დავიწყეთ და სტარტაპი, რომელიც ბრიტანეთიდან დაიწყო და მე როგორც სტარტაპის ხარდაჭერი, მეთქი საქართველოში რატო არ ხართ და მე მივხვდი რატომ არ არიან საქართველოში. რა ბარიერები არის? ახლა ვისაუბრეთ, რომ კონკურენცია უნდა დაიძლიოს და შეიქმნას რეალურად, ჯერ მოდი შექმნაზე ვისაუბროთ, გამოსავალს რაში ხედავთ და პოტენციალი რა არის აიმისო, რომ MVNO განვითარდეს, თქვენი პირადად თუნდაც როგორც საქართველოში და ისევ მსოფლიო მასშტაბით. მადლობა დავით შეკითხვისთვის. ჩვენი გამოცდილება, რაც ჩვენ დიდ ბრიტანეთში მივიღეთ MVNO შექმნისგან, უნებრივია ეს არ იყო ძალიან მარტივი გზა, თუმცა ეს იყო რეალისტური გზა, რაც გავიარეთ დიდ ბრიტანეთში, რამაც მოგცა ძალიან დიდი გამოცდილება, როგორ შეიძლება, რომ იგივე ბიზნეს მოდელი ვაწარმოოთ საქართველოში. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ბუნებრივია, რაც დიდ ბრიტანეთში MVNO შექმნის იყო ის, რომ მიგვეღო ეს გამოცდილება, ჩამოგვეტანა ეს კულტურა საქართველოშიც, თუმცა ჩვენ საქართველოში გაცილებით უფრო ადრე დავიწყეთ ამაზე ბრძოლა და მუშაობა, ვიდრე ეს დიდ ბრიტანეთში. დიდ ბრიტანეთში სანამ დავიწყეთ მუშაობას, საერთოდ რომ შეგვექმნა MVNO და სამწუხაროდ საქართველოში დღემდე არ გვაქვს ეს რეალობა, თუმცა დიდ ბრიტანეთში წარმატებით ოპერირებთ, უკვე ერთი წელი შესრულდება ძალიან მალე. დიდ ბრიტანეთში რასაც ოპერირებთ, რაც შეეხება შესაძლებლობებს და რაც შეეხება ესე ვთქვათ რამდენ რეალურია საქართველოში ამ ყველაფერმა დროულად მოიკიდოს ფეხი, ეს სრულად მობილური კომპანიების
ესე ვთქვათ, რწმენაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ რეალურად პარტნიორები. კონკურენცია არ ნიშნავს, რომ ჩვენ შემოვალთ ბაზარზე და გავაკოტრებთ და აუგვით მიწისაგან პირისა მათ წარმომადგენლობას ამ ქვეყანაში. პირიქით, ეს მათ წაადგება, მათ ბევრ თავის ტკივილს მოაშორებს, ესე ვთქვათ, ინდივიდუალური მომხმარებლების მომსახურების პრობლემები ხა ყველა ბიზნესს აქვს, უნებრივია, როდესაც დიდ მასშტაბებზე ხარ გასული, მით უმეტეს მაგ მასშტაბებზე გაცილებით უფრო რთულია ინდივიდუალური შეთავაზებები შესთავაზო, გინდაც ბიზნეს, გინდაც ფიზიკურ პირებს და ზუსტად ამისთვის არის MVNO-ები, რომ შემოვიდნენ, დამკვიდრდნენ საქართველოშიც, როგორც ეს არის მრავალ ევროპულ ქვეყანაში და არა მარტო, რომ ის თავის ტკივილი, ის ესე ვთქვათ, პრობლემები, რასაც ისინი არ და ვერ აგვარებენ, იმიტომ რომ ელემენტარულად ფინანსურად არ უღირთ, ან თუნდაც რომ უნდოდეთ დიდად ამის მოგვარება, ფიზიკურად ვერ აუვლენ ყველა მომხმარებელს ინდივიდუალური შეთავაზებების შესთავაზება, ამისთვის არსებობენ ზუსტად MVNO-ები, სანამ ისინი მობილური კომპანიები არ გაიაზრებენ ამას და არ გაითავისებენ, რომ ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ პარტნიორები ვართ და ჩვენ არ გვინდა რომ რაღაცა ესე ვთქვათ, ვინმეს რამე წავართოთ, პირიქით მოეხმაროთ იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც მათ აქვს და ერთის მხრივ ეს მოგვარებული პრობლემა დაეხმარება როგორც მომხმარებელს, ვინც სერვისს ყიდულობს, ასევე დაეხმარება მათ, რომ გაცილებით უფრო მეტი, ესე ვთქვათ, მეტი მიიღონ ბაზრისგან, ვიდრე ისინი დღეს ამას ახერხებენ. მე ბოლოსკენ ასეთ პოზიციას დავაფიქსირებდი, თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპის ნაწილი ვართ და ევროპის ოჯახის ძალიან ღირსეული ადამიანები ვართ, ყველა ინდუსტრია, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროს უნდა მიხვდეს, რომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგან სიჯანსაღისკენ, განვითარებისკენ, ხელშეწყობისკენ, რომ განვითარდნენ პატარა კომპანიებიც, განვითარდნენ MVNO-ებიც და ციფრული ეკონომიკა, სტარტაპ ეკოსისტემას ხელი შეუწყოთ, რომ ეს ტექნოლოგიების განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული კარგ ინტერნეტთან. ხარისხზე მე მინდა კიდე ცალკე მე დაგპატიჟოთ და ხარისხზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩემი მთავარი ტკივილია არასდროს არ არის ხოლმე ტარიფი, იმიტომ რომ ვიცი რომ ყველგან ყველაფერი ძვირდება ისე სუბიექტურად, მაგრამ ხარისხი არის ჩემთვის ყოველთვის თავარი კრიტიკული ნაწილი და ამაზეც მინდა სხვადასხვა დროს, როცა შესაძლებლობა გვექნება, ვისაუბროთ თქვენთან ერთად. მე მინდა მადლობა გადაგიხადო სტუმრობისთვის და წარმატებები გისურვოთ. მადლობა წარმატებები. ასეთი იყო დღევანდელი ბიზნეს პარტნიორი, მინდა ყველას კარგი სამუშაო დღე გისურვოთ.